ირაკლი ოქრუაშვილის სკანდალური ღია ეთერიდან ზუსტად მე-7 წელს ისევ იმედზე, ისევ ექსკლუზიურად, ისევ პირდაპირ ეთერში, ისევ ხმაურიანი პოლიტიკური განცხადებებით. ხანგრძლივი დუმილი დღეს პირველად რეაქციაში დაირღვევა პარიზიდან დაბრუნებული თავდაცვის ყოფილი მინისტრის ექსკლუზიური ინტერვიუ დღეს საღამოს 10-ზე ოქრუაშვილი პოლიტიკაში ბრუნდება. მე ვფლობ ერთ ინფორმაციას. რას? ის გორის მერობისთვის ემზადება პარლამენტის მიერ მიღებული კანონიკი ამის უფლებას ართმევს. ოქრუაშვილის კანონი, რის თამაშს ითამაშებს ქართულ პოლიტიკაში მობრუნებული თავდაცვის ყოფილი მინისტრი, რომლის დაპატიმრებასაც ქვეყანაში 7 ნოემბერი მოჰყვა. რა სიტყვის დღეს პირველად, სად ბრუნდება და ვისთან ერთად ბრუნდება, რა მოხდა სინამდვილეში 7 წლის წინ მოდულის შენობაში და რას უკავშირდებოდა მისი აღიარებითი ჩვენება, ემუქრებოდნენ თუ არა ოქრუაშვილს ოჯახის წევრებით, სააკაშვილის ხელისუფლების ყველაზე სკანდალური და ყველაზე გავლენიანი მინისტრის რეაქცია დღეს საღამოს 10-ზე. ერთადერთი რამე გაინტერესებს მიშა, რომელიც გამოდის CNN-ზე, გამოდის Fox-ზე, გამოდის BBC-ზე და საქართველოს ინტერესებს იცავს, თქვენი გაყურსული, დამალული და დამთხარი პრემიერ-მინისტრისგან განსხვავებით. გვახსოვს შიზე რომ ლაპარაკობ, მიწაზე ფორთხავი მთავარსარდალი, გვახსოვს თავდაცვის მინისტრი რას აკეთებდა? ნაციონალური მოძრაობა ქართულ ოცნებას რუსეთთან შეთანხმებებში ადანაშაულებს. დებატები პარლამენტში და პარლამენტიდან პირდაპირ რეაქციის სტუდიაში. უმრავლესობის მიერ ტექსტის შეთანხმება ხდება რუსებთან. ახ მართლაც აქაც ამ დარბაზში ორ სამხედველობა შორის არის ჭიდილი. ექსკლუზიურად მოსკოვიდან რეაქციის სტუდიაში სპეციალურად ჩამოსული მიხეილ ხუბუტია, რომელიც საქართველოსა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრას შუამავლობს. სააკაშვილი უკრაინაში, ცხარე დებატები პარლამენტში და დიდი დისკუსიის საღამო რეაქციაში. პირდაპირ ეთერში ირაკლი ოქრუაშვილი, მიხეილ ხუბუტია, გივი თარგამაძე, ირაკლი სესიაშვილი, ჯემალ ჭკუასელი, დავით დეფიგოგიბედაშვილი, ნინო ლომჯარია, არჩილ ჭკოიძე, ლიზა ვადაჭკორია, ნანა გაგუა, ყველა მხარე, ყველა პოზიცია, ყველა შეკითხვა, ყველა პასუხი, ყველას რეაქცია ვიწყებთ საღამოს 10-ზე. აქტიური ადამიანი ვარ, ჯერჯერობით ასაკიდან გამომდინარე. რეაქციაში ექსკლუზივების დღეა.